ძალიან მაგარი. გამარჯობათ გოგოებო, ბიჭებო. მეგობრებო, არა მეგობრებო, ჰეიტერებო, ყველას გამარჯობათ ფილმში რა. უბრალოდ დღეს გადაწყვეტილი მაქვს პიცის გაკეთება. ორ წელ პიცას გამოვაცო, ერთი იქნება პეპერონით, ერთი იქნება სოკოთი. პროცესში გეტყვით რა როგორ ვაკეთებ, გავაკეთებ соус, იქნება ჩემი соуსი, ასე რომ ვთქვათ, მე რაც მომწონს, მოკლედ. და დღევანდელი ვიდეოს სპონსორი არის კატერინა პეიჯი, სადაც ნაკსოვი ჩანდებია, ლინკი იქნება აღწერაში და დაახლოებით არ გამოჩნდება სადღაც გვერდი რა. მოკლედ, შეეხება ცომს, ხო? აი ეს არის ჩვენი ცომი, უკვე ამოვიდა. ანუ მოზელის პროცესი არ გადავიღე, იმიტომ რომ მე ერთი დიდხნიანია და ყველა ვიცით, ანუ ცომის მოზელა ვინც იცის, არ აქვს მნიშვნელობა, რასაც გეტყვით ახლა მიხვდებით, როგორ იზრდება ცომი რა. 3 ჭიქა წყალი, თბილი, 100 გრამიანი, კოვს ნახევარი საფუარი, 2 კოვზი შაქარი და 1 კოვზი მარილი. და დაახლოებით სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. და ესეთი ცომი გამოგვივიდა, ანუ ცომი იქამდე უნდა ზილოთ, სანამ ხელზე, ანუ მოკრობას არშა, ანუ აღარ მიგეკრობათ ხელზე, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. ტექსტ დაწერილი არ მაქვს ხოლმე რა, რომ იცოდეთ. და ფქვილი დაახლოებით 400 გრამი. ნუ შეხედავთ, მე მაგალითად მომიწია დაახლოებით 150 გრამის დამატება რა. აი ესეთი ცომი გვაქვს. ჩვენ ვაკეთებთ ახლა ორცალ პიცას. მოკლედ. რატო ვაკეთებ პიცას? პიცის ვიდეო მიდევს, მოგონთ ცოტა ისეთი რა, ანუ ახსნების, соуსის გაკეთება არ ჩანს, არაფერი არ ჩანს, პირდაპირ პიცის ვიდეო. თან როგორ რაღაცა მოხდა, იცით? აი ეს შუაში გავუყოთ. გამოვიწერე, მოკლედ ისე რომ ვთქვათ, პიცისთვის აი ესეთი ლამაზი ფოდნოსები, ასე რომ ვთქვათ. ანუ მე ვაკეთებდი ფოდნოზე და ძირი, ანუ ისე კარგად არ იხურკება, როგორც საჭიროა, ანუ დიდი ხანი ჭირდებოდა და დღეს პირველად უნდა ვცადო აი ამაზე გაკეთება. მოკლედ, ახლა ცომს რა შეეხება. ცომი ჩვენ აი ესე მოვკეცოთ. აი ესე და დავდოთ სანამ გავაკეთებთ მოკლედ იმას რა ქვია соус, ცომი ცოტას კიდე ამოიწევს და ანუ უკვე მზად იქნება რა. ეს მეკიდე არა აუცილებლად გადააფარეთ ჩაის ტილო სანამ გაკეთება соуსი მზად იქნება ედუქში ცომი იმისთვის რომ ავწეროთ აქ რა მჭირდება соуსისთვის ხახვი ნიორი პომიდორი გაგიკვირდებათ მაგრამ ვაშლი და ვიყენებ პაპრიკას, ორეგანოს და ციცაკას მწარეს, ოღონდ ძალიან ცოტას უშვები ციცაკას. ნუ პროცესში ნახავთ ყველაფერს.
თუ გაქვთ ძალიან ბასრიდან, ანუ არა აქვს მნიშვნელობა, ისე რომ იცოდეთ ბასრიდან თუ უფრო ნაკლებად გაიჭრით ხელს, ვიდრე ბლაგვით, იმიტომ რომ ბლაგს თანაც ძალასათან და ბასრი როცა არის, ჭრის საკაიფოდ. და ეცადეთ ყოველთვის თითები აი ესე გეჭიროთ რა. ან რამე რო გიჭიროთ აი ესე რა. აი ამ პოზიციაში გეკავოთ რომ აი ამაზე ისრიალოს დანამ რომ აი ესე არ კონდეთ და თითი არ მოყვეთ რა. და ხახუნზათა დავიწყოთ და პახურდელა მოთუშვა ყველაფრის. მოკლედ ზეითუნი ერთი კოზი დაახლოებით. ოდნავ ჩაოლებრივი ზეთი. ეს ბევრი არ არის ძალიან ზეთი, ნახეთ. სულ ცოტა არის. მოიოძე დავიწყოთ რა რომ მალეკნას. ნიორი შეგიძლიათ ბავშვი მთლიანად ჩააგდოთ, მაგრამ აი ეს მარტივად რა. გაჭვიტეთ და ესე ჩააგდეთ. ამას რუსულად იმბირი ქვია, მაგრამ ქართულ ჯინჯერი ხო თმაც. ჯანჯაფილო. რაღაც ეგეთია ხო, ნუ იტოქში იმბირი რა. ცოტას უშვები, მაგრამ ძალიან კაროჩი რა, მაგარისო. ძალიან მაგარი რაღაცა არის ეს, ანუ გემოს არომატს აძლევს საკაიფოს. მასობაში ხახვიც აშიშინდა, ტესტ ხახვი აშიშინდა. გვიძლია უკრან დანარჩენი. აი ესე. მომზადოთ პომიდორი. რა აქვს მნიშვნელობა? როგორი დაჭრილი იქნება? ნიორიც ან ვაშლი აძლევს რაღაცნაირ არომატს და ანუ სიტყვოსკენაც მიყავს, მაგრამ ციტაკას მოუგზავთ, ესეთი კვილი არ იქნება, მაგრამ რაღაცნაირ არომატს აძლევს და ძალიან მაგრამ მომეწონა პირველად რო გავაკეთე. ანუ ვაშლის ძალიან ბევრ რამეში ვიყენებ, მე ნახავთ. ეს ცოტა ხანი ვთუშავთ. მერე ჩავამატებ წყალს. მერე ჩავამატებ ტომატს. ფერისთვის და ცალკე გემოსთვის. მოგავიწყდებათ ხალხო, დავაიგება და გაზიარება. უფასოა, ლაიქებით ამ ფასდაკლება გვაქვს. ლაიქებს. დავაიქეთ ხოლმე, ნუ გერიდებათ რა. ძალიან ბევრს ნიშნავს, ანუ мотиваცია არის უბრალოდ თქვენ გამოხატავთ იმას, რომ თქვენ ლაიქით რომ მოგწოთ. მე ვიცი რომ ბევრს მოსწონს და უბრალოდ არ ლაიქებენ. იმიტომ რომ გავიწყდება და იმიტომ გახსენებთ. ხეხავთ სურგულს. დიდებად აი ესეთ ნაჭრები რაც მოძრება არ არის პრობლემა, მოკლედ სურგუნი ისე კარგად იშლება პიცაზე რომ არ ვიცი რა. აი ორეგანოს არომატი აქვს იმენა. აი თითქმის მზად არის რა, თითქმის. აი ნახეთ როგორ დაიშალა. აი დააგვირდით ვაშლი. აი ნახეთ ვაშლი როგორ იშლება აი. ჩვენ ახლა გადავალთ მაგარ კალბაზე ჩემთვის რავი. პეპერონი. ვეცდებით ხლა დავჭრა. მაგრამ მე მგონი ხლა დაჭრა ამის თუ გამომივა კარგად. ხლა რა სხვის დავაკეთებთ? ხო, მაგრამ დაძნეს უნდა. რომ მაგარ როგორ გავასინჯე ჩემებს რა? მოუჭერი მეუღლეს. ნუ ესეთი ნახევარი იყო კიდე რა. მოუჭერი დედაჩემს. მოუჭერი ალექსანდრეს, მაგრამ ალექსანდრეს დედამის მარაჯამალა შევჭამე მე. და ის ნახევარი რაც დარჩა შევჭამე მე. მოკლედ როგორც გითხარ, ერთი იქნება პეპერონი და ერთი იქნება სოგოთი.
ვარტიებთ ერთ წვეთსაც. მოკლედ აი ესეთი იდეალური გამოგვივიდა соуსი. დავიწყოთ ახლა მე პირველი გავაკეთოთ დიდი უნდა. так, რაც შეეხება ახლა ცომის გაფრთხილებას. არ არის მარტივი საქმე და იწყებთ თითებით აი ესე ლამაზად აი ესე ვაბრუნებთ იგივენაირად ისე ვაბრუნებთ ისევ თითებით რას ფეჩიც გახურდა ისე სიმართლეს გეტყვით, ახლა სახლისთვის რო ვაკეთებთ ან ვიდეოს არ ვიღებთ, ეს იქნებოდა გადაწელილი უკვე. ზოგან იქნებოდა თხელი, ზოგან იქნებოდა სქელი, მოკლედ, მაგრამ თქვენთვის აი ესე გადმოტანის ტექნიკა. პირიქით მეკადა. გადმოპორციალე. პორციალის ტექნიკა. так, წებდა კეჩუპინიო. წებდა ყველი. აი ეს არის ხალხო, რასაც ეხლა ვშვები. გემო აქვს პარმიზანთან მიახლოებული. მე მაგალითად გამიგოს. ნენა, რას ვაკეთებ, ნენა. ავის გემო მომეწა. ეს მინდის ახლა სასტავ დუხოვკაში და დავიწყებთ მეორე პიცის გამზადებას სობოთი. საკმარის მეტი გამოვა და ეს დავჭრე. პომიდორი ჩერი. პომიდორი ჩერის მოკლედ ვჭრით, რაც შეიძლება პატარები ავარჩიოთ. ვჭრით აი ეს შვაში. ზემოდან მოვაწყობთ რა, ლამა. აი ეს, გაფრთხილების პროცესი მეორე ცომის არ განახეთ, იმიტომ რომ იგივენაირად არაფერი არ იცვლება აქ. აი ესე. უნდა ნახოთ რა გამოდის ის. წავიდა ახლა კეჩუპინო. ამას ნაკლებად უზამ კეჩუპს. იმიტომ რომ პომიდორი ჩერით კეთდება და ქამასაც წვენი აქვს ხოლმე და რო არ მოიაროს და არ იდუმოს.
ანუ ეცადეთ კიდეში ყველი ძალიან არ მიაყაროთ, იმიტომ რომ როდნება მაინც თავის ზომას კიდე იღებს რა. ზარალში მიდის ბიჭო. ახლა YouTube იმდეს ვერ დამირიცხავს ახლა ეროგად ვიხადოთ რა. იმენა ბომბია. დედა რა სუნებია, ჩემი გაიდა ვაყარო და ახლა ხრიაშივით. შენ აი სუნაგი ზარეული ბევრია? ყველა. არ მგონია მზარეული კეთილი. ასე ვიდეოში რომ ჭამდეს? ყველა შობა, მაგრამ მალავენ. მე არ მალო. თაიგული. So, ეგ არის, მოკლედ, ეხა ჩვენ სანამის მეორე გამოვა. სანამ მეორე გამოვა, იტოქში ეს მზად არის და ამასაც შევდებ და განახევთ რა გამოვიდა ბოლოს. Короче, ეს არ გამევიდა რა, აი ლამაზი რა. არ მომწონს, აი ვაფშე არ მომეწონას. აი საერთოდ არ ვარგადეთ ას მწავარს. ბოლოს ტრიხი. ორეგანო და გადმოტანის სერვისი. სიმართლეს გეტყვით, ახლა არ მომწონს პირადად მე ამაში. ძალიან სქელი გამომივიდა კიდეები და სავარაუდოდ ძირიც კაი სქელი ექნება, მოდი ვნახოთ რა რაღაც ვლაპარაკობთ. და ეს დან არ გაჭრის ამას სავარაუდოდ. მაგრამ იმდენი ყველი უქენი სქელი. ყველი ხო. წვენიც გაუშვა, მოკლედ ჩვენმა სულ გონმა, იმიტომ რომ იდეალური. ვფიქრობ, რომ თავს არ ვიქებ, მაგრამ ესეთი პიცა ყველგან არ წვება რა. ეს არის იდეალური. ძირი. კარგად აქვს შემწვარი. ანუ გამომწვარი. იდეალური ნუ წვენი, რა თქმა უნდა. ჩვეულებრივი თემა არის, იმიტომ რომ სულგუნი იყო ჭყინტი. ამიტომ არის პარმიზანი საჭირო და ამიტომ არის საჭირო მოცარელა. ცოტა წვენი აქვს, უფრო წელვადია და პარმიზანს აქვს გემო. არა მე მაინც სულგუნი მიჩვენე, იმიტომ კაია. მაგრამ ჯერ გავსურცხელია როგორ ჭამო ეხლა ეს. არა და მინდა. Sinjo. მე მეყოლებ გადმოდის გოგო. შემდეგ ბიჭას გამოვიღებთ და ახვევით აწუჩი. ეგ არის რაც არის რა. ესეც არ მომწონს რა, რას გავს რა, არ ვარგარა აი თოქში. ესეც არ გამოვიდა ისეთი როგორც მინდა რა. არ დაგავიწყოთ სასტავ, დავაიქება და გაზიარება და რავი. გვერდში დამიდექი და მეც თქვენ გვერდით ვიქნები სულ და გასწავლით სახლის პირობებში აკეთოთ გემრიელად და შედარებით იაფი ჩდება, რომ იცოდეთ, ვიდრე შეკვეთილი და გინდაც მისურდა ჭამდა გემო აქვს იგივე. და ბოლოს შტრიხებია იდოქში. ესეთი გამოვიდა
სოკოსი. რა თქმა უნდა, ამას კამასოკომ ზამბლომად წვენი გამოუშვა. ესე. და ძალიან ხო, დამავიწყდა წეგან ზეთისხილი გამზადებული მქონდა. დაჭრილი ყველაფერი და დამავიწყდა რომ ზეთისხილსაც ვამატებთ. მე პირადად ზეთისხილად მიყვარს მარტო, მაგრამ რავი, უხდება ყველაფერს რა, ყველაფერი. გემოებზე არ დავაბერ. ძალიან მაგარია და პიცები თუ ძალიან მაგრესი არ იყოს რა. მოკლედ ეს არის და ყველი ნახეთ. ყველი მენაც სურავს. ეს არის, რავი, იდეალური პიცა სახლის პირობებში გაკეთებული. მოკლედ გენაცვალეთ რა. მიყვარხარ და მე ვასებით კიდო. დალაიქე და გააზიარეთ ვიდეო. კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ. მადლობა ყველას რომ უყურეთ და თუ გააკეთებთ, გემრიელად მირთვით.